ანანას ქირაობდნენ. რას ვჭამ სინამდვილეში მე ვარ მენავდა მასწავლებელი, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი არხი. მოკლედ, საჭმლის ისტორია უფრო უცნაურია, ვიდრე შენ გონია. მოდი დავიწყოთ. პირველი. იცოდი, რომ სტაფილო ყოველთვის ნარინჯისფერი არ იყო. მე-17 საუკუნემდე ის ძირითადად იისფერი ან თეთრი ფერის იყო. ნარინჯისფერი სტაფილო ჰოლანდიელებმა გამოიყვანეს თავიანთი სამეფო ოჯახის პატივსაცემად. მეორე. სასმელი ფანტა ნაცისტურ გერმანიაში გამოიგონეს. მეორე მსოფლიო ომის დროს კოკაკოლამ გერმანიაში სიროფის შეტანა ვერ შეძლო. ამიტომ ადგილობრივმა ხილის ნარჩენებისგან შექმნეს ახალი სასმელი. და მესამე. მე-18 საუკუნის ინგლისში ანანასი იმდენად ძვირი ღირდა, მე მგონი ჩვენთან ეხლაც საქართველოში, რომ მას ხალხი არ ჭამდა. ისინი ანანას ქირაობდნენ. დიახ. წვეულობაზე მიჰქონდათ მხოლოდ იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რა მდიდრები იყვნენ. რომელი ფაქტი გაგიგია ადრე და რომელი მოგეჩვენა ყველაზე უცნაურად, დამიწერე კომენტარებში. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის კი გამოიწერე ჩემი არხი.